მე ვარ ბექა გელენავა, ზედავაკის მაჟორიტარი წევრი საკრებულოში. ჩემი ფუნქცია მოვალეობებია მოსახლეობასთან ახლოს ყოფნა, მათი პრობლემების მიტანა ქალაქის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და შეძლების დაგვართ მათი პრობლემების მოგვარება და ამ პრობლემებში დახმარება. ჩვენ მიღებები გვაქვს კვირაში ერთხელ 4 შაბათობით. ასევე გვაქვს ადგილზე შეხვედრები მოსახლეობასთან, სადაც ვეცნობით მათ წინაშე მდგარ გამოწვევებს, ერთად ვსჯელობთ მათ მოგვარებაზე და გადაჭრის გზებზე. დღეს ვიმყოფებით ვაჟა-ფშაველას მეოთხე კვარტალში, მე-6 კორპუსთან, სადაც წლების განმავლობაში იყო ძალიან დიდი პრობლემა კანალიზაციის. შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის საშვილიშვილო საქმე, რაც კეთდება. მადლობა მინდა გადაუხადო ვაკის რაიონის გამგებელს ლევან ყიფიანს თავის გუნდთან ერთად. ძალიან ოპერატიულად დაიწყეს ამ პრობლემის მოგვარება, არა მარტო ამის სამართზე, ამ დროს სხვადასხვა ლოკაციებზე მიმდინარეობს მსგავსი ღონისძიებები. გამგეობას მიმართეთ თხოვნით, მქონდა პრობლემა წყალარინებასთან დაკავშირებით, კონკრეტულად ეს იყო კანალიზაცია, შემოდინება ხდებოდა კორპუსის საძირკველში და მაქსიმალურად შეეცადა გამგეობა, რომ დაგხმარებოდა და მიმდინარეობს წყალარინების, კანალიზაციის მილების, მთლიანად ჭების შეკეთება და კორპუსში წყალარინების გაკეთება. მაქსიმალური ყურადღება გვაქვს ბატონი ბექასგან და საკრებულოსგან. დუცუბიძის მე-4 მიკრორაიონის 33 კორპუსის მიმდებარედ, მინათ მესაკუთრეთა ამხანაგობის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს წყალარინების სრული რეაბილიტაცია. მიწისქვეშა სამუშაოები მოიცავს წყალარინების, მილების და ჭების სრულ რეაბილიტაციას და შეცვლას. პროექტის დასრულების შემდეგ ასევე მოიწყობა ასფალტის ახალი საფარი. რა თქმა უნდა, მოგეხსენებათ, რომ ძველი უბნებია, ხშირია მსგავსი პრობლემა, რაც მოსახლეობას ძალიან აწუხებს. თუმცა ეტაპობრივად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ეს გამოწვევა აუცილებლად დაძლეული იქნება. ვაკის რაიონის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში მიმდინარეობს ჟღენტის 31 ნომერთან მიმდებარე სკვერის რეაბილიტაცია, რომელიც გამგებელთან ლევან ყიფიანთან ერთად გავათვალიერე, შევხვდით მოსახლეობას. არსებულ მისამართზე წინასაარჩევნოდ მოსახლეობასთან შეხვედრისას ერთ-ერთი მთავარი თხოვნა იყო რეკრეაციული სივრცის მოწყობა და სკვერის რეაბილიტაცია, რასაც დავპირდით და დავიწყეთ ამ დანაპირების შესრულება. ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია მეტი მწვანე სივრცე და რეკრეაციული ზონები დედაქალაქში, რასაც ეტაპობრივად ვახორციელებთ. მიუხედავად იმისა, რომ ვაკის რაიონში უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, ჩემს სამაჟორიტარო ოლქში, კერძოდ ზედავაკეში, რჩება სხვადასხვა გამოწვევები და სწორედ ამიტომ აუცილებელია მოსახლეობის ჩართულობა და მეც ვაკის რაიონის გამგეობასთან აქტიური თანამშრომლობით ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ 4 წლის განმავლობაში ეს მთავარი გამოწვევები დაძლეული იქნას.